უბედურება. ჯანელიძეების ოჯახში გლოვიზარი არ წყდება. როდესაც დედას ერთი შვილი უკვდება, მისი გული შუაზე იგლიჯება. თუმცა მაინც იკრებს ზალას მეორე შვილის გამო. ხოლო როდესაც მას მეორე შვილიც უკვდება, ასეთ დროს დედის გულიცკვდება. უბრალოდ დროებით განაგრძობს ფეთქვას იქამდე, სანამ ამ უსამართლო დედამიწას სამუდამოდ დატოვებს. ჯოჯოხეთია მშობლისთვის, როდესაც ორი შვილი დაგეღუპება. პირველი 19 წლის იყო, რო დაიღუპა. მეორე 1 წელი ეხლა შეუსულდა, რაც გარდაცვლილია. ჩვენთვის დიდი ტრაგედია, სიკვდილის ტოლფასია. შვილის სიკვდილის შემდეგ ძალიან დამძიმდა ჩვენი ცხოვრება. ახალ წელი ნამდვილად აღარ მიხარია. ეს საბრალო კაცი გერონტია. შვილების გარდაცვალებით გამოწეულ სტრესს ვერ გაუძლო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ლოგინად ჩავარდა. ფილტვებსა და გულში სითხე აქვს შამდგარი. ასევე გულის უკმარისობა აქვს და დღეში რამდენჯერმე ემართება შეტევები. ელზაბებოს კი მწვავე ჰიპერტენზია აქვს. თავად ავადმყოფი ქალი ყოველდღე ასე საკუთარი ხელით აჭმევს ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს. ავადმყოფ ცოლ-ქმარს თვეში 400 ლარის მედიკამენტები ესაჭიროებათ. ჯანელიძეების ოჯახის ენით აღუწერელ ტრაგედიას ხანძარიც დაემატა. აი ასეთ საშინელ ცეცხლში ჩაიწვა სახლი, რომლის მშენებლობასაც ცოლ-ქმარმა მთელი ახალგაზრდობა შეალია. 2 თვის წინაც და 1 კვირის წინ კიდევ მივმართე მერიის ხელმძღვანელობასო, იქნებ მეორადი სახით თუნუქის სახურავი მოეცა. დაპირება იყო, მაგრამ ჯერჯერობით არავინ და შემომხმიანებდა. მე მგონი აზრი იმედიც აღარ მაქვს. კეთილო ადამიანებო, თქვენი დახმარების გარეშე ეს საბრალო მოხუცები ამ ზამთარს ვერ გადაიტანენ და ამას ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს.